პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს დიპლომატებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასე ვთქვათ, არ დაიშურეს ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილის ქებისთვის და პირდაპირ თქვეს და ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის როლზე, რომელიც მას, როგორც აღმოჩნდა, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ჰქონდა. დღეს დიპლომატები ღარიბაშვილის შემდეგ უკვე ერთი მეორეს მიყოლებით საუბრობდნენ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ოფიციალურად წესით წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის დამსახურება ეს სწორედ ქართული ოცნების და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, განმარტავენ, რომ სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე სიარული და უახლოვდა ევროკავშირს, რადგან 2012 წლამდე წინა ხელისუფლებას საქართველოს ევროპული მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია. ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს გაკეთებულ, ასე ვთქვათ, გადადგმულ ნაბიჯებზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიღწევა არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ასევე ასოცირების შეთანხმების მიღწევა და ახლა უკვე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესიც. ის შედეგები რომ არ ყოფილიყო 2012 წელს, რომ არ ყოფილიყო ის შედეგები ასოცირების შეთანხმება და ეს მოხდა მისი პრემიერობის დროს. მისი პრემიერობის დროს დაიწყო მოლაპარაკებები ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხმა და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ეს რომ არ ყოფილიყო ეს შედეგები ასეთ ტიპის მოლაპარაკებები არ ყოფილა ბატონო და ჩვენ ძალიან სერიოზული კონკრეტული შედეგებზია საუბარი. შედეგები როდის დაიდო? შედეგები დაიდო 2012 წელს. ეს 2012 წლის შემდეგ დაიწყეთ მოლაპარაკებები ამერიკასთან და ასოცირებულ ევროკავშირთან ბატონო და რატომ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მაგალითად არა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ქალაქ-ქალაქ და ევროპის დედაქალაქებში დადიოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებით. არ ვაკეთებ, რაც შეეხება. ეს არ არის როგორც დიპლომატი. პასუხობთ, რაც შეეხება თქვენს კითხვას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობთ ამ მიმართულებით და გვაქვს საბოლოო შედეგებიც, ამას ხედავთ ალბათ. სალომე ზურაბიშვილის როლს ხედავთ, აი, რა გააკეთა პრეზიდენტმა? ბატონო ვიქტორ, პრეზიდენტმა რა გააკეთა? ბიძინა ივანიშვილს მადლობას რისთვის ვუხდით? ის ხომ პოლიტიკიდან წასულია ოფიციალურად, ბატონო ლაშა. დიპლომატების განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ვერ ხედავენ პრეზიდენტის როლს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და მას ეუბნებოდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რომ ქართული ხალხი არიან საკმაოდ პროდასავლურები და ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, სანაცვლოდ აი ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, რადგან ის ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, ელჩები მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე საუბრობენ. დღეს ფაქტობრივად დიპლომატებმა სალომე ზურაბიშვილის როლი ნულად შეაფასეს, რადგან ასე ვთქვათ, პრეზიდენტის როლზე საერთოდ არ ისაუბრეს და როდესაც ჩვენ დიპლომატებს ვეკითხებოდით, რა არის სალომე ზურაბიშვილის როლი, ამბობდნენ, რომ სომხეთმა უფრო მეტი გააკეთა და სომეხმა ხალხმა უფრო მეტი გააკეთა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა საინტერესოა, რომ ეს განცხადება გააკეთა სომხეთში საქართველოს ელჩმა გია შარვაშიძემ. როგორ აფასებთ პრეზიდენტის საქმიანობას? ერთი რამ არის ფაქტი, რომ სომხეთზე ვისაუბრებ, სხვათა შორის ძალიან დიდი ლობისტური საქმიანობა გაწია სომხეთმა. და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმასა, რომ სომხური, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივობა იყო ჩართული. პრეზიდენტზე გეკითხეთ, ბატონო გიორგი, სალომე ზურაბიშვილზე გეკითხეთ, სალომეზე გეკითხებით, ბატონო გია, რა პრეზიდენტი რომ არ გავაკეთებთ ამდენი დღევანდელ ღონისძიებაზე. ამაზე მე მგონი ჩვენმა კოლეგებმა გააკეთენ უკვე კომენტარი და დიდი მადლობა. ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე არ დაპატიჟა, საერთოდ კიდევ ერთხელ ადესტურებს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, თუმცა ეს გასაკვირი, ასე ვთქვათ, ოპოზიციისთვისაც არ ყოფილა, რომელიც ელოდებოდა პირდაპირ, რომ ქართული ოცნება პრეზიდენტს ამ ღონისძიებაზე არ მიიწვევდა და ხსნიან ამ ფაქტს იმით, რომ ქართულ ოცნებას არ სურს სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის მოსმენა, ვინაიდან თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდოდა და დიპლომატებს მიმართავდა, გააკრიტიკებდა საქართველოს მთავრობასაც. ამ ფაქტით კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნება დეპოლარიზაციისთვის და საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის არსებული ურთიერთობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.
მე არც მქონდა იმედი და რა თქმა უნდა არც საზოგადოებას რომ პრეზიდენტის მიმართ და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მათ სახელმწიფოებრივი პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ, ან შეიძლება გამოავლინონ. პრეზიდენტი არის და იყო ძალიან ჩართული საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების შესრულებაში, რაც გულისხმობდა სტატუსის მინიჭებას პირველ რიგში, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დეპოლარიზაცია არ აინტერესებთ, აინტერესებთ ზოგადად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კუთხით ძალიან სერიოზული ისტორიული ეტაპი და ეს არის ზუსტად გამოვლინება სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, რომელიცაც ავლენს ხელისუფლება. ეს არის იზოლაციის მცდელობა, რომელიც მათ მხოლოდ მათ დააზიანებთ, სხვა გზა და სხვა შინაარსი ამ ყველაფერს არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილი ახერხებს ევროინტეგრაციის გზავნილების სწორად გაჟღერებას, რაცაც უფასებს მათ შორის საქართველოს მოსახლეობა და ლელოს მხარდაჭერა სწორედ ამით არის განპირობებული. რეალურად მათ არ სურთ მინიმალური რაღაც განსხვავებული აზრის და დისკუსიის შეტანაც კი არც ერთ სამთავრობო ფორმატში, იმიტომ რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არის ის არაევროპული და არაეროვნული გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია. წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდალი, რომელიც განსაზღვრავს უფრო სწორად, რომლის მოვალეობაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რომ მოახდინოს საქართველოს ევროპული მომავლის და საგარეო კურსის ლობირება არ დაპატიჟეს ელჩების კონფერენციაზე, რაც შეეხება ელჩების კონფერენციას, 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება დიპლომატების შეხვედრა, სადაც ისინი ისაუბრებენ საქართველოს ევროპულ მომავალზე და ასე ვთქვათ, დასახავენ სამოქმედო გეგმას, რა უნდა გააკეთონ დიპლომატებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში, რომ 24 წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და შესრულდეს 9 მთავარი დათქმა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუწესა.